მგზავრები ნაინო ქოშიბაძე და ბარბარა ხარხელი გთხოვთ სასწრაფოდ გამოცხადდეთ მეორე გასასვლელთან. მე ნაინო ვარ თბილისიდან. მე ბარბარა პარიზიდან. ჩვენ უკვე 2 წლეულია საუკეთესო მეგობრები ვართ. ამ პოდკასტში ყოველკვირა მსჯელობთ ცხოვრებაზე, ვუზიარებთ ერთმანეთს სიახლეებს და ვცდილობთ გადავრჩეთ. პოლიციის პოდკასტი გავხდით. კი, პოლიცია და მოგზაურობა. ან ძალიან ეკლექტური და მშობია. მშობია რა პოლიცია და ეს რა ქვია. მოგზაურობა. ეგრე რა დავარქვათ. პოდკასტს უნდა შევუცვალოთ სახელი, იმიტომ რომ იმ დღეს ვიღაც გავიცანი და რა პოდკასტი გაქო და გავუგზავნე და ეს საჩემო არ იქნება, იმიტომ რომ ეს არის რა ქვია ვარდისფერი და ლურჯი ვარდისფერი ფერები განსაკუთრებით რომ დაინახა და მეთქი არ გაინტერესებს პლაცის კესის იყო? ხო და რატო არ აინტერესებს ისლანდიაში პლაცენტას როგორ ჭრიან არ ვიცი გასაკვირი ამბავი კარგი დავიწყოთ დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი პირველ რიგში წარგიდგენთ რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ჩვენი მეგობარი საბა რომელიც ცხოვრობს ამერიკაში უკვე არ ვიცი რამდენი წელია და თვითონ რო იტყვის მე ვეცადე რომ გარემო შემექმნა ამერიკული და რაც კი რავი ამერიკულ კულტურასთან კავშირში იყო ყველაფერი გადმოვალაგე კოკა-კოლა ყველაზე მეტად მომწონს კოკა-კოლა რომელიც ბოდიში რო ზეროა ხალხნო 30-ს გადაცილებული ვარ ბარბის თოჯინა შემოხვდა გზად რაღაცებს რო ეძებდი რომელიც ძალიან დიდი ხანი არ მახსოვდა რომ არ მქონდა საერთოდ და კაპიტან მარველის ჩემი საყვარელი ჩაის ჭიქა და ეხა დიდი სურვილი მაქვს რომ ეს ჩაის ჭიქა პრინციპში აქ მდებოდა და ჩაი მქონოდა შიქში მაგრამ ხო უნდა და მაგას მოფიქრება და ჩემი ტიშერტი რომელიც მეგობრისთვის ვიყიდე და ცოტა ხელში მოხვდა და მივხვდი რომ ამ ეპიზოდს შეიძლება კარგად მორგებოდა ეს არის ჩემი ინტრო ჩემ თავზე გამარჯობა გამარჯობა საბა გამარჯობა ხო და დავიწყოთ ალბათ იმით რომ მოგვიყევი ჩვენ კი ვიცით ახლა ვინც ხარ და რაც ხარ მთელი ცხოვრება გიცნობთ მაგრამ ჩვენმა მსმენელებმა ვინც არ იცის მოუყევი ვინ ხარ რას შვები და როგორ მოხვდი ამერიკაში ოკეი ხო მოკლედ მექსიკით გადახვედი არა სპეციალისტ ლეგიტიმურად შემოვედი ოღონდ 8 წლის წინ ჯერ მთელი ეს ამბები დაწყებული არ იყო და მე 8 წელი არის წასული ხო რაც აქ ვარ უკვე და აქ ჩამოსვლამდე ვიყავი kind of ჟურნალისტი დაახლოებით აი მაგ სფეროში მოძრავი ადამიანი ვიყავი და ეხლა ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ვარ საუზმის მზარეული პატარა მერიოტში რომელიც ჩემს პატარა ლაგოდეხს ვეძახი ამ პატარა ქალაქში ვცხოვრობ და მაინც და ძალიან ბედნიერი ვარ ოღონდ იმიტომ არა რომ ჩემი თავი ვიპოვე კულინარიაში არამედ იმიტომ რომ ძალიან ადვილი სამსახურია მაქვს ბევრი დრო და შესაბამისად ამ მარტივი სამსახურით შემიძლია ჩემი სიზარმაცე დავაფინანსო ისე აქ ვახსენოთ მაინც რომ საბასთან ერთად ბევრი წლის წინ ვაკეთებდით ჩიტს რომელიც ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროექტი იყო და კი გვაბრალებდნენ რომ ხან ვისი დაფინანსებული ვიყავით და ხან ვისი მაგრამ როგორც ხედავთ ჩიტი აღარ არის ამიტომ არავითაც არ გოფინანსებდა სამწუხაროდ ვირა არის ჩიტი მათთვის ვინც არ იცის მიდი საბა შენ უკეთესად მოუყვები ჩიტი იყო და პრინციპში არის იდეაშიც სატირული იუმორისტული ნიუს სააგენტო, სადაც ვიგონებდით ხოლმე ან აკვე არსებულ ნიუსებზე ვაშენებდით რამე უფრო მეტ აბსურდს და მე ძირითადად იმიტომ გავჩერდით რომ აბსურდში ვეღარ ვეჯიბრებოდით ქართულ რეალობას და ეხაც დაიწყეს ხოლმე რომ რაღაცა ახალი იმაზე უარესი მოვიფიქრო ვიდრე რაც ხდება საქართველოში სამწუხაროდ ესეც ამერიკულ კულტურასთან იკოთება, იმიტომ რომ ინსპირაცია იყო Onion News-ი, ცნობილი ამერიკული, რომელიც ჩვენს წარმატებული არის, არა და ჩვენც დიდი ამბიციები გვქონდა. ხო და ნუ იმათ ბევრი ფული აქვს და ჩვენ არ გვქონდა ბევრი ფული.
კი, არ გვაფინანსებდა არავინ. აი, ეგ არის რეალობა. თან გავსწორლოთ ხო, არავინ არ გვაფინანსებდა. ყველას აფინანსებდნენ ჩვენც გარდა საერთოდ. ხო და მე მგონი ესენი ისედაც ენთუზიაზმზე კარგად მუშაობენო და აღარ უნდათო ფულიო, შეიძლება მაგიტომაც არ გვაფინანსებდნენ. ხო, ზედმეტად მოტივირებულები ვიყავით თავიდან და ეთყობა მაგან განაპირობა. ხო და ანუ როგორ მოხვდი ამ ჟურნალისტიკიდან იქამდე რომ ეხლა საუზმის მზარეული ხარ. რა მოხდა ამ 8 წლიან იმაში? რა მოხდა და რავი, ჩამოვედი მოკლედ ამერიკაში დიდი იმედებით, როგორც ყველა მოდის, იმიტომ რომ გადავწყვიტე რომ რაღაცა მანდ კარიერის პიკს მივახციე ჟურნალისტობით თუ რაღაც არ ვიცი, მოკლედ იმის იქით აღარ მესახებოდა ვერაფერი და გადავწყვიტე რომ მეთქი ანიხა ან არასდროს, იმიტომ რომ უკვე ვიყავი 33 წლის და მეთქი ანიხა უნდა წავიდი ან მაშინ უნდა არ მივდივარ არასდროს. და წამოვედი მაგ განწყობით და დიდი იმედებით და მე ჩამოვედი აქ და პირველი 6 თვე ცოტა გამიჭირდა სხვათა შორის, იმიტომ რომ ერთი რაღაცა რაც ვერ გავითვალისწინე და მე მგონი ბევრი ადამიანი ვერ ითვალისწინებს. ნუ გააჩნია რა მიზნით მოდიხარ, ეხლა თუ მოდიხარ იმისთვის რომ პირდაპირ თქვათ აქ სამუშაოდ მოდიხარ, თქვათ რაღაც ფული გააკეთო, იმიტომ რომ რაღაც ვალი გადასახდელი ან ოჯახი გაქვს არჩენი და რაღაცა ეგ სხვა თემა არის, მან გამიზრდა. ჯარიმა გაქვს გამოწერილი. აცი უკვე. ხო და მაგ უკვე იცი რა რისთვის მოდიხარ და რა გინდა და რა კონკრეტული მიზანი გაქვს და შესაბამისად ეს რაღაც ბენჩმარკი რაზეც სადაც კმაყოფილი ხარ შენი გააკეთებული რაღაცეებით ძალიან ესეთი ცხადია. ხო და ჩემ შემთხვევაში და ბევრი ალბათ ესეთი მეოცნები ადამიანი რომელიც მოდის ხოლმე აქედან იმას ვერ ითვალისწინებ რომ მაგალითად როცა მოდიხარ ამ ქვეყანაში და იდეაში თან გააზრებული გაქვს რომ ნულიდან უნდა დაიწყო ეს ყველაფერი სინამდვილეში რამდენად ნული არის ეს ნული აი ეგ არა გაქვს გათვალისწინებული მინუსებიდან იწყებ მინუსებიდან იწყებ და პირველ რიგში ნუ ეხა თავიდან რო მუშაობა დავიწყე პირველი სამსახური ჩემი იყო მუშაობის უფლება რო ავიღე დაახლოებით 1 წლის მერე ჩიპოტლეში გავიჩითე კომბოსტოს მჭრელი რა მაგით და თავიდან ცოტა ესე აი საკუთარ თავთან უფრო გამიჭირდა ეგ თემა მაგის დალაგება რომ ეხა იქ რაღაცა ვითომ კარიერასავით მქონდა რაღაცა რა აი რაღაცას წარმოვადგენდი და აქ კიდე უცებ გავიჩითე ტიპი რომელიც აი საერთოდ სხვა ნუ ჯერტი ფიზიკურად რომ მიწევდა მუშაობა იმიტომ რომ ეხა ეგ ჩემთვის ფიზიკურად მუშაობა იყო მთელი დღე ფეხზე დგომა და ჭრა რაღაცის და მაგითი გამიჭირდა ძალიან ეგეთი რაღაცები და ნუ მე ეს ვიარე ვეძებე ჩემი თავი და ბოლოს გადავწყვიტე რომ უბრალოდ სამსახური მქონოდა რომელიც რაღაცა შემოსავალს მომცემდა და ამ შემოსავლის ფარგლებში და თქვა ჩემი დრო რაც მექნებოდა იმითი დამეკმაყოფილებინა მე ჩემი სხვადასხვა რაღაცა ისენი მისწრაფებები გონებრივი და ამ ეს იდეალური სამსახური ვიპოვე მაგ მხრივ რომ აი როგორც აღნიშნე ვაფინანსებ იმ ჩემს სიზარმაცეს რა იმითი რომ თქვათ მაგ საკმარისი შემოსავალი, ბევრი დრო და მე შემიძლია რომ ვიყო აი ეს ვიღაც მეოცნებე ტიპი, რომელიც რაღაცა დაждდება და სცენარს დაწერს, რომელსაც არავინ არ გადაიღებს რა. ხო და აი მაგ ლაიფსტაილის დაფინანსება ვახერხებ მოკლედ რა და მაგ ეგ მომწონს ფათაშორის ამ ქვეყანაში რომ მაგის საშუალება არის. თუმცა რაღაც მომენტში უნდა ვთქვა რომ მე პრივილეგირებული ვარ მაგ მხრივ, იმიტომ რომ ეხა მე რო ჩამოვედი ჯერ მაგალითად ჩემ ნათესავებთან ჩამოვედი როგორც სოფლიდან სასწავლებლად რო ჩამოვა ხოლმე ვიღაცა და დიდ ქალაქში რო ესე გაცეცებული ხარ რაღაცა და 1 წელი არ მქონა გადასახდელი მაგალითად ბინის ქირა საჭმელზე და სასმელზე საფიქრალი არ მქონდა და მაგან ბევრი სტრესი შემიმცირა. თან მარტო იყავი რაღაც ოჯახით არ იყავი წასული. ხო, მარტო ვიყავი და აი ეგ ყველაფერი რაღაცნაირად დამეხმარა იმაში, რომ უფრო მეტად გადამელახა ის დაბრკოლებები, რაც არის თავიდან და სხვა ადამიანებს სამწუხაროდ ისე ძალიან არ უმართლებთ, როგორც მე.
ხოდა იცი რა მითხარე მე მახსოვს სუსთავიდან რომ მიდიოდი იმიტომ რომ ყველანი აი მაგაზე ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე მე და პოდკასტშიც რომ რაღაცები როგორ რა გვეგონა ევროპა რა გვეგონა და მე რო ჩვენ თვალით რომ ვნახეთ რაღაცები და აგერ ცხოვრობს ადამიანი რომ რაღაცებს უცხოანაირად და ისე იდეალისტურად და გაიდეალიზებულად რო აღარ უყურებ რა ხო და აი ამერიკაზეც სულ გონია განსაკუთრებით თან ჩვენნაირი ქვეყნიდან სულ პოპკულტურიდანაც ქონდა მიღებული ინფორმაცია მაგის საფუძველზე რაღაცა გაიდეალიზებული ქონდა რაღაცა land of opportunities იქ რომ მიდიხარ და მილიონში ერთი რაღაცებს აღწევ და მოკლედ იპყრობა ხო და შენ მაქსულის კვეთებით წახვედი თუ რაღაც პირველი ეს მოტივატორი რა იყო რამაც მიგიზიდა რომ მაგ ქვეყანაში გინდოდა წასვლა მაგ ქვეყანაში აგდებოდა მაგ ქვეყანაში იდეაში მაგ მოტივატორით წავედი რომ ვითომ რაღაცის მიღწევა მინდოდა ოღონდ თავისთავად უფრო ის რომანტიზმიც იყო რომ აი ამ თვითონ პროცესში ამ მიღწევის პროცესში ჩართულობა იყო რა ეგ მოტივატორი იმიტომ რომ თქვათ იქ თბილისში რომ რაღაცეებს ჩალიჩობ და რაღაცა მიედმოედები რაღაც უკვე ერთ კვირაში დამუღამებული გაქვს რა ყველა და ყველაფერი პატარა არის და ნუ ასე თუ ისე უკვე იცი ყველაფერი სად როგორ არის და ეს რაღაც უფრო დიდი მასშტაბები და ვითომ აი ეს იდეალისტური თემა რო იქ არის land of opportunity და რაღაცა მაგ მხრივ თან როგორც აღვნიშნე ნუ მე მანამდე როგორ ჩამოვდიოდი ამ ჩემ ნათესავებთან ძირითადად ნანახი მქონდა middle class ამერიკა რა როგორც ტურისტს ხო და შესაბამისად აი როცა უკვე ჩამოვედი და working class ამერიკა ვნახე და თვითონ გავხდი working class ამერიკის ნაწილი ეგ ცოტა შოკის მომგვრელი იყო ჯერ ერთი იქიდან გამომდინარე რომ რამდენ ადამიანს არ აქვს ამბიცია ამ ქვეყანაში რომ რაღაცას მიაღწიოს და უბრალოდ ცხოვრობს თავის ქვეყანაში რა ხო და ეგ ჯაჯმენტიც მქონდა თან რაღაც მომენტში ამ ადამიანების მიმართ რომ როგორ მუშაობს ეხა ეს ესეთ ბეჯითად აქ და რატომ არ ოცნებობს იმაზე რომ ოსკარი მიიღოს და რაღაცა გაიგე და მე თვითონ ეს აი ზუსტად მაგ working class იმას რომ ეკონომიკური სიტუაცია როგორ არის იქ რო ხედავ თქვათ რომ ეს ამისთვის რაღაც მომენტში ცოტა აგდებული დამოკიდებულება მქონდა ამ სამსახურების მიმართ მაგალითად და ზუსტად მაგ წარმოდგენების გამო რომ ეხლა აი მე უბრალოდ აქტორებით ვარ და მე დავიფყრობ მწვერვალებს და რაღაცა და ამ დროს მე რაღაც მომენტში დავამუღამე უკვე რომ ეს ამ ხალხისთვის ეს რაღაც ყოველდღიური ცხოვრება იმ მხრივ რომ გადარჩენის ამბავი არის, ოჯახის რჩენის ამბავი არის, ან თვითონ რაღაცა სწავლის ფულს იხდის, ან რაღაცა იგივე რაღაცეების დამუღამება ცოტა დამჭირდა, იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა, მაინც ესეთი ის იყო რა, ოფისიდან გამოსული რაღაც ელიტისტი ტიპი ვიყავი, რომელიც უცებ ამ რაღაცაში გაიჩითა და მაგან ცოტა შოკი გამოიწვია თავიდან. და მე ეს ხო, მაგ ტალღაზე რომ აი დავეშვი მან უკვე რო აი აქ ესე ვთქვათ ფსკერზე ეკონომიკური ნაწილის ფსკერზე იმიტომ რომ რაღაც საათში $10 მიხდიდნენ რა მაგ დროს და ბევრი ფულიც არ გაქვს და შესაბამისად ნუ ისეთ ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა რომელიც მაგ იმაში არიან რა მაშინ ეკონომიკურ გრაფაში ხო და აი ეგ დამოკიდებ ძირითადად მაგ აი რო ეს გრაინდი რაც არის რა აი სულ მუშაობა გიწევს რომ რაღაცა გქონდეს რომ იქ ვიღაც ადამიანები არიან რომლებიც ორ სამსახურში მუშაობენ რა ვთქვათ მენეჯერი შეიძლება ყავდეს რომელიც შაბათ-კვირას მეორე რესტორანში ოფიციანტად მუშაობს და ეგეთი რაღაცეები რომ დავინახე და უცებ მივხვდი რომ თლად ეგრე გლამურულად არ არის ყველაფერი როგორც ჩანს ხოლმე მეგრაიანის ფილმებში რა Sex and the City-დან არ უნდა ავიღოთ რო აი ხო რო იქ რაღაც Carrie Bradshaw okay 90-იანების ბოლოს maybe შეიძლება ცხოვრობდა რაღაცნაირად ისე რომ მაგრამ მაინც არ არის რეალისტური ესენი იყო და თან ეჭამა და თან მანოლო ბლონიკები ეყიდა ყოველ დღე მაგრამ
აი ეგრე არ აღმოჩნდა საბოლოო ეგ ძალიან მიყვარს ხოლმე, რომ რაღაცა პერიოდი, მოკლედ ეს პოპკულტურა ხო იყო და მე უცბად ძალიან ხშირად ჩნდებოდა, ეხლა ნაკლებად არის სხვა შორის, რამდენიმე წლის წინ იყო მსხურება ამ რაღაც ამერიკული პოპკულტურის არარეალისტური მოლოდინების შექმნის გამო რა, რომ რაღაცა ფრენდებში რომ მონიკას ის სახლი რო ქონდა, რამდენად არარეალისტური იყო, რომ მას შეეძლო მაგ სახლში ცხოვრება და ეგ რაღაცა ისე და რომ კერი ბრეჩო, იმიტომ რომ ერთ მას სტატიას რო წერდა კვირაში, მაგითი რომ მანოლობა ანიკასაც ვერ იყიდიდა და მანჰეტენზეც ვერ ცხოვრობდა და მე კიდე ლატეთი ვერ ივლიდა იმაზე რა ქვია. ხო და ეგ რაღაცები ალბათ იმის გამო რომ თან შორი რო ალბათ და ესე ჩასვლა ესეთი მარტივიც არ არის რომ ეხა პარიზში მაგალითად უფრო ადვილია რომ ჩახვიდე მისვლა მოსვლის ამბავში და რეალურად ნახო ეგ რა ხდება რომ ეიფელი ჟანგიანია თურმე და არც ისე გლამურული ვიდრე ამერიკა მაინც დიდხანს რჩებოდა რაღაცნაირ შეუცნობელ ქვეყანად და მარტო პოპკულტურიდან მქონდა ხოლმე მაგის ესა რა ქვია ათვისების საშუალება და ალბათ მაგანაც ხელი შეუწყო რომ ძალიან დიდხანს გაგრძელდა მე მგონი ეგ რომანტიზება რა ისე ვიღაცები ალბათ ეხლაც არ რომანტიზებენ ხო არის ეგ ეს სხვათა შორის ხო ეგ პოპკულტურა ცალკე და მე მგონი ისიც არის რომ აი რაღაც ცოტა ისეთ independent movies ან რაღაც ეგეთ არტს რომელიც რეალურად წარმოაჩენს სოციალურ თემებს მაინც და მაინც სოფლიოს გარშემო არ უყურებენ რა ტიპები იმიტომ რომ რაღაც ამერიკული არტ ჰაუსი იმიტომ რომ ეხლა გამახსენდა იმ მაგალითად ადრე იყო რაღაცა ფილმი Van Life-ზე რაღაცა იმითი რომ იმაში რომ ცხოვრობს რა დიდ მანქანაში და ეს დადის აქეთ-იქით შტატიდან შტატში და ეს კომიუნიტიები არის სადაც მიდის და იქ ჩერდებიან და ეს მანქანაში რომ უამრავი ხალხი ცხოვრობს რომლებმაც სამსახური დაკარგეს და სხვა საშუალება არ აქვს და ამიტომ ესე რაღაც მომთაბარე ცხოვრებით ცხოვრობენ ამერიკაში და ეგეთი ბევრია ეგეთი და მახსოვს რომ ერთ-ერთი რევიუ ადრე ვიღაცას ეწერა არ მახსოვს ვის რომ ანუ იმის ნაცვლად რომ ამაში დაენახათ რომ ეს ამერიკული სოციალური პრობლემა იყო რომ ამდენი ხალხი ესე ცხოვრობდა იქ რომ ეს ამერიკელები რა იდიოტები არიან რომ ესეთი ცხოვრებაც კი გააგლამურესო რა ანუ მაგასაც რომ გაჩვენებენ იდეაში მაგის მიმართაც ეგ პონტი გაქვს რომ აი ამერიკელები ამასაც იმაშვებიან და სინამდვილეში ხო აი ეს რაც ჩანს ეს სკერზე და რაღაცა ეს თავის თვითონ პროპაგანდის ბრალია ამათიც იმიტომ რომ ამათ ხო ეს უნდათ რომ რაღაც we are the best country in the world და იმ სოფლიოს ისტორიაში ყველაზე მაგარი ქვეყანა ვართ და მე მაგის იქით რა არის ხანდახან თვითონაც არ იხედებიან ხოლმე მანდ რა ეგ და ეგ ყველაფერი ერთმანეთს უწყობს რა თქმა უნდა ხელს მე ძალიან საინტერესო ანუ მithumetes იმიტომ რომ ასევე მე მგონი ამერიკას და ნიუ-იორკს ძალიან ვაიგივებთ ხოლმე ერთმანეთთან და არ ვფიქრობთ იმაზე რომ ამერიკაში კიდევ უამრავი სხვა ადგილია სადაც საერთოდ არ არის ეგრე ცხოვრება და მაგიტომ მგონია რომ აი თუ გინდა Sex and the City Friends და ასე შემდეგ უფრო ნიუ-იორკის ცხოვრებას გვაჩვენებს ვიდრე ამერიკის კი ბატონო ნიუ-იორკის ცხოვრებას გაჩვენებს, ოღონდ თან ნიუ-იორკის ძალიან ზედაპირულ ნაწილს გვაჩვენებს რა ეგეც, იმიტომ რომ მე მაგალითად რომ მეკითხებიან რომ რატო არ ცხოვრობ ნიუ-იორკ, აი ამერიკაში ხარ და რა გინდა მან სადღაც რო ხარ ლაგოდეხში. ხო, ანუ წელიწად ნახევარი ვიცხოვრე ნიუ-იორკში და დამღალა რა, აი ძალიან დამღალა, იმიტომ რომ მართლა 60 საათი მაინც უნდა იმუშაო ალბათ კვირაში, რომ ნორმალურად იყო და რაღაც გადარჩენაზე არ იყო რა და ეს ხელფასიდან ხელფასამდე რო არ იცხოვრო და რაღაცა ოდნავ პატარა საშუალება მიცეს საკუთარ თავს, აი უნდა გაიხე ყველა კიდური უნდა ეს მოიგლიჯო და სადღაც უნდა მუშაობდეს შენი რომელიღაცა ნაწილი რა და ან თქვათ და მე არ გაქვს იმის საშუალება თქვათ იქ ეხა მაგალითად ნიუ-იორკში ოთახი თუ ღირს $1500 სიტყვაზე აქ ჩემ ქალაქში $1500 იქირავებ ორსართულიან სახლს რა და შესაბამისად კი აქ მოსაწყენი არის ცხოვრება მაგრამ სამაგიეროდ ან დაღლილი არ ვარ მარტივად რო გითხრა და აი ეგ ის რა ქვია ნუ მე იქ თავისთავად მარტო მუშაობაზე და იმაზეც არ არის იცი როგორ თემა აი მაგალითად პირველი სამსახური რომელშიც დავდიოდი ჩემი უბნიდან
Queens-ში ვცხოვრობდი მე და Brooklyn-ში უნდა წავსულიყავი. დამაკავშირებელი ხაზი არ აქვს მატარებლის, ამიტომ უნდა წავსულიყავი Manhattan-ზე და იქიდან გადამждარიყავი Brooklyn-ზე და მაგალითად ამ გზას მიქონდა დღეში 4 საათი. და ეს იყო ძალიან დამთვრგუნველი რა, იმიტომ რომ ჯერ ერთი ძალიან ადრე გიწევს გამოსვლა იქიდან და ამიტომ მატარებელში მეძინა ხოლმე და იქიდან მე რო დაღლილი მოდიოდი მატარებელში მეძინა ასევე. და აი ეს აღქმა გაქვს იმაზე რომ ჯერ ერთი ამ საშინელ სამსახურში მუშაობ ამ რაღაც land of opportunities გარემოში და თან ზემოდან კიდე 4 საათს კარგავ არაფერში, მარტო მგზავრობაში. აი ეგეთი პატარ-პატარა რაღაცეები მე ძალიან დამთვრგუნველი არის და ეხა მე მომბეზრდა მაგ ტალღაზე ყოფნა. კი, ძალიან კარგია რომ ხარ რაღაც ორ თვეში ერთხელ გაისეირნებ ცენტრალ პარკში და რაღაც ძალიან ძვირიან ყავას დალევ. მაგრამ მეთქი გირჩევნია ხანდახან ტურისტად ჩამოვიდე ხოლმე თქო და ეხა მიყვარს ნიუ-იორკი, იმიტომ რომ ჩავდივარ ხოლმე ტურისტად რა ეგ პონტია. ისე ანუ ეგ პარალელი ბარბის პარიზთანაც შეიძლება რომ გავავლოთ, იმიტომ რომ იქ რო ხარ, ხო. იგივე ეს არის, ხო და შეირგო ის. მე ვერანაირად ვერ ვირგებ, ან თუ მუშაობ რეალურად და აქაც დაახლოებით იგივე სიტუაცია ალბათ ახლა ნიუ-იორკში ცოტა უფრო მეტად ვიდრე პარიზში, მაგრამ იმიტომ რომ აქ rent control-ია რა ქვია მაგას, ანუ შეზღუდულია ქირა. შესაბამისად ასტრონომიულზე არ არის, რომ არ იყოს შეზღუდული, ალბათ დაახლოებით იგივე სიტუაცია იქნებოდა, მაგრამ მაინც ყველას ბევრის მუშაობა გიწევს, რომ decent ჩვეულებრივი ნორმალური ცხოვრება გქონდეს. და რეალურად მაგ ცხოვრების ფარგლებში იმისი დრო აღარ გაქვს, რომ გახვიდე და გაისეირნო და ლამაზი არქიტექტურა, ათვალიერო და არ ვიცი ხანდახან თვეები ისე გადის, რომ აი ცენტრალურ უბნებში, ლამაზ ადგილებში და ლამაზ სკვერებში საერთოდ არ გავდივარ და ხანდახან ვიღაც მეგობარი რო ჩამოვა ტურისტად და იმას რო გავყვები, მე შევხედავ, უი, მე აქ ვცხოვრობ. რა მაგარია. რა ლამაზია ეს ქალაქი. ანუ მაგის შერგებას რეალურად ვერ ახერხებ და მე ჯერ მაინც ვერ ველევი აქაურობას ამ რეგიონს, მაგრამ ეგ მე მგონი რაღაცა ის ცხოვრების ხარისხი, აქაც იგივე ვარიანტია რა, რაც უფრო შორს მიდიხარ პარიზიდან, შეფარდება შენი ხელფასის და შენი ცხოვრების ხარჯის, ცხოვრების ღირებულების უკეთესია. ანუ აქ კაი ოდნავ მაღალი ხელფასებია ვიდრე სხვაგან, მაგრამ სამაგიეროდ ყველაფერი ბევრად უფრო ძვირი ღირს და სხვა რეგიონებში ხელფასი ცოტა უფრო დაბალია, მაგრამ ხარჯები ბევრად უფრო დაბალია რა, აი როგორც შენ თქვი, ახლა ქირაზე დაახლოებით ეგეთი ვარიანტია აქაც. ასე რომ ეგ არის რაღაცა, რასაც ვფიქრობ ხოლმე მეც მარტო საქართველოშია პირიქით, ხო? იმიტომ რომ თბილისში თუ ანუ თბილისი ხო რაღაცა რეგიონებში უფრო ძვირია, მაგრამ შესაძლოა ჩვენ ხო თავკომბალა გვართ, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არის რეგიონები განვითარებული ისე, რომ შესაძლოა გქონდეს, რომ წახვიდე რეგიონში ცხოვრო, ნორმალური ცხოვრების ხარისხი გქონდეს, ანუ პირიქით არის ყველაფერი და ეგ ეხა მივხვდი მაგ ძალიან დიდ განსხვავებას განვითარებულ ქვეყნებსა და სამწუხაროდ ჩვენ შორის, სადაც პირიქით ყველა აქეთ მოდის. და არა ის რომ გავიდეს დედაქალაქიდან, იმიტომ რომ რაღაც ძვირია, ხმაურია, ძალიან ბევრი ხალხია, კომფორტი არ არის და რაღაც. იმიტომ რომ რა უნდა აკეთო რომ საფრანგეთი ძალიან ცენტრალიზებულია, ყველაფერი პარიზში, აბსოლუტურად ყველაფერი, ყველანაირი სტრუქტურა, სამსახურების 80%, ყველაფერი აქ არის. მაგრამ ნუ რაღაცებს ახლა ცოტა მეტს საქართველოსთან შედარებით უფრო განვითარებულია რეგიონები, მაგრამ თლად ისეთი დეცენტრალიზებული როგორც მაგალითად გერმანია, ან თუ გინდა ამერიკა, ეგრე არ არის. ხო და პარალელებზე გამახსენდა და წინა პოდკასტებში ვლაპარაკობდით ამაზე ძალიან ბევრს რაღაც ქართველობის დაკარგვაზე და ახალ ქვეყანაში ადაპტირებაზე. ხო და მაგ კუთხით შენთან რა ხდება, როგორ გადააფასე
სანამ მაგას იტყვი, უნდა გითხრა, რომ რო ყვებოდა საბა ძალიან ვიხალისე, იმიტომ რომ რაღაც ჩემი ცხოვრება გამიელვა თვალწინ. მე მგონი ყველა იმიგრანტის ეს არის პრობლემა, მით უმეტეს, როდესაც ისეთ ასაკში მიდიხარ, რომ რაღაცას უკვე მიაღწიე შენ ქვეყანაში რა, ანუ ის პატარა არ ხარ ჯერ რაღაცა ახალი დამთავრებული გაქვს და პირველ სამსახურს აქეწებ. რაღაცა დონეზე რო ცხოვრობდი და რაღაც სტატუსი ჰქონდა და ჩადიხარ სხვა ქვეყანაში, სადაც ნულიდან იწყებ და ეს რაღაცა იგოზე საშინელი დარტყმა და ფიზიკური სამსახური და შემდეგ და მეც გამახსენდა რომ ვიღაც ჩინელების სალადბარში ვმუშაობდი თავიდან რამდენიმე თვე ამ სალათებს ვაწყობდი. იმიტომ რომ ერთადერთი სამსახური ეგ იყო რაც მიპოვე. მაგრამ განსხვავება ჩემსა და საბას შორის ის არის ამ ეტაპზე რომ მე ჯერ კიდევ არ დავნებებო. აი ახლა საბა რო ამბობს რომ მე რაღაცა დაამშვიდი ბედნიერება ვიპოვე რომ რაღაც სამსახური მაქვს რომელსაც რაღაც შემოსავალი მოაქვს და დანარჩენ დროს ვუთმობ იმას რაც მე რეალურად მომწონს, რასაც აქ ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს და მეც ისევ და ისევ ჯერ კიდევ judgmental ვარ რომ რატო არ აქვს ამბიცია ამ ხალხს. ხოდა მე ჯერ კიდევ მაგ ეტაპზე არ ვარ, ჯერ კიდევ მჯერა რომ შეიძლება რაღაცა გამოვიდეს აქედან და ვიცვლი პროფესიებს ყოველდღე და ადგილმდებარეობას და ასე შემდეგ. როგორ მოხდა ეგ, ანუ რა მომენტში გადაწყვიტე რომ კაი არა, დავიკიდებ და უბრალოდ დავკმაყოფილდები იმით რაც არის. ხო, არ ვიცი, ეგ ცოტა რთულად გავიარე სხვათა შორის, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად თავიდან ეს ამ სულ სამსახურებში რომ დავიწყე მაგალითად მუშაობა, თან ამ ჩემ ამბიციასაც რაღაცნაირად ეს ვთქვათ ვაკაჩავებდი. მაგალითად მე ხარ ვახსენდება მე სულ მეცინება ხოლმე მუშაობის უფლება რომ მივიღე და ნუ ეგრევე სამსახური დავიწყე, იმიტომ რომ შემოსავალი რომ მქონოდა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეგრევე რაღაცა გქონდეს რა, აი cash flow რაღაცნაირად. ნუ მანდაც ალბათ, მაგრამ აქ მაგის საჭიროება კიდევ უფრო მეტად დავინახე რა, ხო და მაგალითად ვაგზავნიდი ხოლმე ტელევიზიებში რაღაც junior პროდიუსერად და რაღაც ეგეთაც ვაკანსიებში. ერთი-ორი თვის მერე მივხვდი რომ მე მგონი ცოტა ზედმეტი მომდიოდა რაღაცეები ეგეთი და ნუ ნელ-ნელა უფრო რაღაც დავწიე ეს მოლოდინები და რაღაცა. მერე უფრო ხალხში რო გავითქვიფე აქაურებში და იმათი ცხოვრება და იმათი დინამიკა რო ვნახე, მივხვდი რომ ესენი საერთოდ სხვანაირად უყურებენ ამ რაღაც მიღწევებს და გზას როგორც უნდა მიაღწიო იქამდე რა, იმიტომ რომ თქვა ამ ტიპებს ის ადამიანი რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობს, ამ შემთხვევაში ნიუ-იორკზე მაქვს ლაპარაკი და თქვათ აი სხვათა შორის გეტყვი, ერთ-ერთი რაც ვცადე რომ გამეკეთებინა იყო სტენდაპ კომიკოსობა რა და ნიუ-იორკი ხა მაგის საშუალებას ძალიან მაგრად იძლევა, იმიტომ რომ რაღაც 1000 კომედი კლუბი არის და ყოველ საღამოს შეგიძლია სადღაც დადგე რა. და იქ ეს ხალხი გავიცანი ძალიან ბევრი და მათ შორის იყო ადამიანი რომელიც თქვათ 7 წელი იყო უკვე ამ სტენდაპერობდა და აიც ამ ოფენ მაიკებზე დგებოდა ხოლმე რა რაღაც სპოტებს ვერ ჩალიჩობდა, მაგრამ ძალიან კმაყოფილი იყო ამით, იმიტომ რომ ის თვლიდა რომ ის 7 წელია კი არ აფეილებს, არამედ 7 წელია მუშაობს იმაზე რომ რაღაცა ნაბიჯი გაზადებას. და ეგ გამოცდილებები რომ დავინახე ამ ადამიანების, მივხვდი რომ ცოტა უნდა რაღაც საკუთარ თავს ვნებდი იმითი რომ იმაზე ვნერვიულობდი რომ რაღაცა 6 თვის წინ ჩამოვედი და უკვე ჰოლივუდში წითელ ხალიჩას არ მიგებენ, ეგ არანორმალური მოლოდინია საკუთარი თავისგან და რაღაც აი ეგ მაგითი ეტაპობრივად ნელ-ნელა დავალაგე ეგ თემა და მერე ბოლოს საკუთარ თავთან დამჭირდა იმის დალაგება, რომ იდეაში თქვათ აი ეს რაღაც კარიერული მიღწევების და რაღაცეების თემა იდეაში ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა არ იყო რა, იმიტომ ხა როდესაც თვით რეფლექსიას მიუმართე, მან თქვათ გამახსენდა საკუთარ თავთან მიმართებაში ის რომ მე ყოველთვის ვიყავი ადამიანი რომელიც რაღაცა შემოქმედებით იმებს აი კარიერის მიმართ არ მქონა რა, რაღაცა მისწრაფებები უფრო ოჯახისგან და
ვთქვათ, ჩემს გარშემო წრისგან იყო ის პონტი, რომ რაღაც ყველას რაღაცა კარიერულ კიბეზე უნდა ავსულიყავი, თან რაღაცისთვის მიგვეღწია და რაღაცა და მე რაღაც ეგ მახსენდებოდა ხოლმე მაგაზე რომ ფიქრობდი ხოლმე სულ მუდმივად რომ ეს არის ის რაც მე მინდა რეალურად რაღაცა და მაგაზე ფიქრს დავუთმე დიდი დრო იმიტომ რომ აი საკუთარი მენტალური ჯანმრთელობის პონჩი აი ესე ძალით გადავხთე ჩემი თავი მაგაზე რა რო თქვი ამაზე კი არ ვიფიქრებ მოდი ამაზე ვიფიქრებ იმიტომ რომ ეს რაღაცა ცუდად იმიტომ რომ საშინელი მდგომარეობა მქონდა რაღაც მომენტში ძალიან ფსკერზე ჩავედი იმითი რომ მართლა რაღაცა მეებში პატარ-პატარა რესტორნებში ან ამაზონის საწყობში რომ მუშაობდი რაღაც ჩამლაგებლად ეგ პონტები მაგან დამთრგუნა მაგაზე და ამიტომ ეგ მაგაზე ვიმუშავე ჩემ თავთან რომ თქვათ თუ ვარ ტიპი რომელიც რაღაც ლექსებს წერდა ბავშვობაში და ეგ მინდოდა რომ გავიზრდებოდი რომ ეგეთი ტიპი ყოფილიყავი რომელსაც Facebook-ზე დაუწერენ რომ შენ უნდა წერო მაშინ ეგ ეს ქვეყანა ზუსტად ჩემნაირი ადამიანებისთვის არის იდეალური რა იმიტომ რომ თქვათ აქ არ მიწევს იმაზე ფიქრი და თქვათ ჩემი ინტელექტუალური რესურსის ჩადება რაღაცა კარიერულ წინსვლაში და თქვათ შემიძლია ვიმუშაო როგორც მთელი ლოს-ანჯელესი მასე მუშაობს ხო ეს ჩავავი რაცა სცენარისტი მუშაობს იქ ბარისტად ან რაღაცა იოგის ინსტრუქტორად და ამ დროს დანარჩენ თავის დროს უთმობს იმას რა ქვია თავის შემოქმედებით ნაწილს და აი ეგ პონტი რომ ვიპოვე რომ თქვა აი ამ რაღაცა ეგრეთ წოდებული ცუდი სამსახურით იდეაში შეგიძლია დააფინანსო ის რაც passionate ხარ ბოდიში დამოვიწყე როგორ თქვა ეგ რაზეც ხო მაგით გონებას რაც გაძლევ რა ოკეი ხო ანუ მაინც და მაინც ხა კიბის ქვეშ ხო არ უნდა ვიცხოვრო რა ხან წერალი მინდა რომ ვიყო და უბედური ვიყო და რაღაც ჭლეთით მოუკვდე მე ბოლოს ანუ შემიძლია რომ რაღაც ნორმალური სამსახური მქონდეს ამითი ვიყო კმაყოფილი და მე თქვა ჩემი რაღაცეები ვაკეთო და აქ უკვე მე მანდ დამჭირდა იმაზე მუშაობა რომ თქვათ ის რომ თქვათ სცენარს რომ დავწერ და ამას ვიღაცა არ გადაიღებს ეს იმას არ ნიშნავს რომ ამაზეც ხელი უნდა ავიღო რა იმიტომ რომ მაგი კიდე ცალკე აი სხვათა შორის ადგილობრივებთან ურთიერთობა ძალიან გეხმარება მაგაში იმიტომ რომ იმათ დინამიკას რომ ხედავ რომ იმან რომ თქვათ 10 სცენარი აქვს ვიღაცას დაწერილი და არ გადაურიათ იმაზე არაფერი მაგრამ ეს კიდე თავის სცენარის უწოდებს და მე-11-ზე მუშაობს იქ გაძლევს იმის мотиваციას რომ okay yeah I'm working on it რა და ანუ სინამდვილეში ეგ შენი passion-ია მაგის კეთება ქსია ანუ ის კი არა რომ შენ იმიტომ წერ მაგ სცენარს რომ საბოლოოდ ვიღაცამ გადაიღოს შენ წერ მაგ სცენარს იმიტომ რომ გევასება რომ წერო სცენარი და მაგის გარეშე არ შეგიძლია რაც ზუსტად ხელოვანის ეს რაღაც შინაგანი მდგომარეობა ხო ეგ ძალიან საინტერესო ის არის ეხლა კარგად ნახე ხო და თავიდან გამიჭირდა რა იმიტომ რომ აი ეგ მაინც ეს ძირითადად ალბათ იმიტომ რომ აი ეს რაღაცა ეს წარსულის ექო რაც მქონდა გამოყოლილი რომ იქ რაღაცა საქართველოში ვიყავი რაღაცის მთავარი რედაქტორი რაღაცა ონლაინ ჟურნალისტი აქ კიდე ეს და აი მაგაზე მუშაობა საკუთარ თავთან დამჭირდა რომ ეს გამეგდო ეს რაღაც ეგო დაამარცხე ხო ეგო დავამარცხე და now it's on the floor. თან იცი რაზე ეხა რო ყვებოდი თან ისიც არის რომ და ისევ რაღაცა პარალელებს ვავლებდი რა საქართველოსთან რომ ჩვენთან ძალიან რთული ანუ თუ წელებზე ფეხს არ იდგამი და რაღაცა კარიერულად არ ხარ წარმატებული ფიზიკურად არ გაქვს არაფრის რესურსი რომ იმ შენ passion-ებში ჩადო რა იმიტომ რომ ეგრე რომელიღაცა რესტორანში სალად ბარში რომ მუშაობ ხო შანსი არ არის რომ მე შეგეძლოს მაგითი ანუ ძალიან basic დონეზე დაიკმაყოფილო საჭიროებები და რაღაც ცხოვრების დონე ნორმალური კონდეს რომ იმისთვის დრო კონდეს და ეგ როგორი თავისუფლებაა რომ ისეთ სამსახურში ხარ რომელიც
მენტალურ რესურსს არ გაწოვს და მე რჩება ფიზიკურად დრო იმისთვის, რომ ზუსტად აი ეს რაღაც ხელოვნება და რაღაც კრეატიული რაღაცები და ყველაფერი, რასაც გონებრივი რესურსი ჭირდება, იმაზე ფიზიკურად დაგჭეს დრო, რომ ეგ აკეთო. ენერგია და მორალური რესურსი, იმიტომ რომ მე რამდენჯერაც ვიმუშავე ეგეთ სამსახურებში, რომელსაც ვერ ვიტანდი, 4 საათი იქნებოდა დღეში თუ 10 საათი არ აქვს მნიშვნელობა, იმდენად მწოვდა ყველანაირ ენერგიას და ინსპირაციას, რომ მაგის მერე არაფერის კეთება არ მინდა და არც იმის რისკეთებაც მიყვარს და არაფრის, ანუ რაღაცა აი ეს არ ვიცი როგორ ახერხებ, რომ აი მაგ სამსახურის მერე, რომელიც ნუ ალბათ არც გეზიზღება, მაგრამ არც გიყვარს, კიდევ გრჩება იმისი ენერგია ფიზიკურიც და მორალურიც, რომ რაღაცა კიდევ შენი ჰობი აკეთო. ეგ ჯერჯერობით მე ვერ გადავედი მაგ ეტაპზე და ძალიან ინსპირირებული ვარ. იმის კეთება უყვარს იმდენად, რომ იმისთვის აკეთებს ამას, რომ იმის კეთების საშუალება თვითონ ვიპასუხოთ. არა, მე ფსიქოანალიზი ჩავატარე და აი ძალიან მომწონს, რომ ამოვხსენი. ეხლა იმიტომ შემდეგი ჩემი კითხვა ზოგადად იყო იმაზე, რომ ჯერ კიდევ რა მოგწონს ამ ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ რა საგიჟეთიც ხდება, რომელზეც ახლა ესე კონკრეტულად არ ველაპარაკებთ. სხვა ფორმატი გვაქვს. და ზუსტად უპასუხე მაგ ჩემ შემდეგ კითხვას, მაგრამ ხო უთხარი ბარბის, რომ მართალი ვარ. ხო, მართალი ხარ, კი, ანუ და ეგ მომწონს რა, ზუსტად ეხლა კიდევ ერთხელ უნდა აღვიჩვენო, რომ მე მაინც პრივილეგირებულ სიტუაციაში ვარ, ვიდრე სხვა ემიგრანტები და ბევრ რაღაცაში გამიმართლა თავიდან საწყის ეტაპზე მაგალითად და მე რო თქვა, აი საწყის ეტაპი რო კარგი მქონდა, იმიტომ შევძელი რომ მე რო თქვა ამდგარიყავი და ნიუ-იორკი უკან ჩავმეტოვებინა და ამ ქალაქში წამოვსულიყავი, რომელიც მაძლევს მე იმის საშუალებას, რომ ეგრე ვიცხოვრო და ეგრე დავაწყო ჩემი რეჟიმი, ხო და ეგ იდეაში ეხა ერთ-ერთი ბოლო სამსახური აქამდე რაც მქონდა, მაგალითად customer service-ზე ვმუშაობდი, რომელიც იდეაში მომწონდა სავით, იმიტომ რომ სახში ვიყავი ხოლმე. ერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ მე ვარ ზარმაცი ადამიანი ზოგადად. ხო და შესაბამისად სულ ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცა გავახალტურო. ეგ სხვათა შორის ვისწავლე ამერიკაში, რომ აქაც მოსულა რაღაცეების გახალტურება რა. ხო და ხანდახან ვახალტურებ ხოლმე. მაგრამ მე თან კოვიდის პერიოდში მომიწია ამ customer service-ზე მუშაობა მაგალითად და ის მომწონდა ის რომ სახში ვიყავი და გზაში არ მეხარჯებოდა დიდი დრო და რაღაცა. მაგრამ რაღაც მომენტში უცებ მივხვდი რომ მთელი დღე რომ ვიღაცები ყურში ჩამყვიროდნენ, ძალიან არ მომწონდა და მე არაფრის ენერგია არ მქონდა და ამიტომ ნუ იქიდან მე კონტრაქტი მორჩა, რაღაც სამთავრობო კონტრაქტი იყო ამ customer service-ის და რო დავიწყე რაღაც სამსახურების ძებნა აქ გამიმართლა მაგალითად ეხლა რა სამსახურშიც ვარ, იმიტომ რომ მანამდე მაგალითად რაღაც რესტორანში დავიწყე მუშაობა cold prep-ზე და სამ დღეში უბრალოდ არც კი მითქვია მენეჯერისთვის რომ მივდიოდი, უბრალოდ წამოვედი. აი ეგრევე ავდექი და წამოვედი პროსტა, იმიტომ რომ ეგეთი საშინელი რეჟიმი არსად არ მინახია რა დილიდან, ესე იგი რაღაც ან კომბოსტო უნდა მეჩეხა, ან რაღაც соуსები უნდა მერია ჯამში და უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოვერიდე მაგას. ვერაფერს და მე ეს რაღაც part-time სამსახური ვიპოვე და მაგაში გამიმართლა. ეხლა თლად ისეც არ არის რომ ესე რაღაცნაირად ყრია ესეთი რაღაცეები, უბრალოდ აქ ამ შემთხვევაში მეც კიდევ ერთხელ გამიმართლა და სხვათა შორის კი ეგ პონტი აქაც მქონდა თავიდან, იმიტომ რომ coping მექანიზმი რაც დავამუღამე ესეთ ცუდ სამსახურებში, რომლებიც არ მიყვარს იყო, რომ ამას იდეაში ვუყურებდი ხოლმე როგორც ჩემი გამოცდილების რაღაც storyteller-ის პონტში რაღაცას, რომ აქედან რაღაცას ავიღებ მე რომელზეც შემიძლია რაღაცა ამბავი მოუყვე და ეგ ერთ-ერთი coping მექანიზმი ეგ არის რა ამ სამსახურებში, რომ ვითომ ის და მე იმდენად
რეჟიმი ისეთი, იმიტომ რომ პატარა ქალაქი არის, რაღაც middle of nowhere დგას ეს რაღაც პატარა სასტუმრო და ხანდახან არის ხოლმე, უცებ ერთ დღეს მივხვდი, რომ მოიცადე სამსახურში ვარ და უკვე 2 საათია რაღაცა წიგნს ვკითხულობ და ან 3 საათია და ფეხბურთს ვუყურებ მაგალითად. და არავინ არ მაწუხებს და მოკლედ გამიმართლა ბარბი, ეგრე იდეალურადაც არ არის რა, იმენა გამიმართლა. კარგი, მივხვდი. ხო და ანუ ეს რაღაცნაირად ეს მენტალურად ჩემ თავთან დალაგება და პლუს ესეთი სამსახური ძალიან ლატარია მოვიგე რა იდეაში ამ შემთხვევაში. პატარა, მაგრამ მაინც მე 3 ლარიც მიხაროდა რომ იგებდი ხოლმე. აი, ერთი ქართულობის დაკარგვაზე მაინც მინდა შევეხოთ ამ თემას, იმიტომ რომ ეხ გამახსენდა ამას ვუყვები ხოლმე ყველას, როცა ძალიან ისეთ დასრულ ასაკში უნდათ ხოლმე სადღაც, ანუ ოღონდ აი ძალიან ცხელგულზე რომ, იმიტომ რომ ეხა კიდე უფრო აქტუალურია ეს ემიგრაციის თემა და ძალიან ცხელგულზე რომ იტყვიან ხოლმე, აი უნდა წავიდე რაღაცა და 37 წლის რო ხარ რა უკვე რა. მთელი, ანუ რაღაც სოციალური კაპიტალი რო დააგროვე და ეს ჰოპ და ეს და მანდ სულ მე რა ხან ჩვენ ეპიზოდებს ვულინკავ ხოლმე სადაც ბარბი ვთქვათ იმაზე ლაპარაკობს რამდენად აერთული არის ეს ემიგრანტის სევდა რო გქონდა ერთ-ერთი ეპიზოდი. ხო და აი შენ მაგალითს უყვები ხოლმე იმაზე რომ მეთქი აქ ჩემი მეგობარი წავიდა და იმდენად მაინც ვერ წყდება რაღაც ქართულ რეალობას რომ ყვითელ კონვერტს რო უყურებდი გახსოვს ჩატში გვწერს ერთხელ საბარო ყვითელ კონვერტს უყურეთო ფარული კონვერტი ფარული კონვერტი და ჩვენ რა ანუ არც კი ვიცოდი რომ ეს გადაცემა არსებობს მაგრამ საფას ისეთი ნოსტალგია ქონდა იმ დროს რამდენიმე წლის წინ იყო მაგრამ ნუ მაინც რა ანუ ეს ფესვებთან კავშირის მოთხოვნილება რო გაქვს ხო და აი შენ როგორ გრძნობ ხა თავს რომ ქართველობა დაკარგე უკვე თუ სუბლიმირება განიცადა რაღაცნაირად და სხვანაირად გადააკონვერტირე შენი ემიგრანტის სევდა. ხო და ქართველობა თავიდან კარგავდისავით ოღონდ იმიტომ რომ მინდოდა რომ დამეკარგა იდეაში ქართველობა, იმიტომ რომ ფიქრობდი რომ მაგითი უფრო ადვილად მოახერხებდი ასიმილაციას და ადაპტაციას აქაურობაში. ოსკარის მოგებას. თუნდაც ხო, აი, იმიტომ რომ აი თქვათ რაღაც გათქვეფა ამ ქსოვილში და რაღაცა ეს მასე წარმომედგინა და მე აი ზუსტად ამ ხალხთან ურთიერთობაში და თქვათ ყოველდღიურობაში, როდესაც უფრო ინტერესდებიან შენი ბექგრაუნდით და ზუსტად იმ ქართველობით და რაღაცეებით, მე მანდ უკვე მივხვდი რომ პირიქით ეს ასეთი შეიძლება იყოს რა, რაღაც მომენტში და უფრო საინტერესო ადამიანი შეიძლება იყო იმ წრეში, სადაც გინდა იდეაში რომ შეხვიდე რა. ხო და ეგ ზოგადად ნოსტალგია და რაღაცა თავისთავად ხო ძალიან მძიმე არის, იმიტომ რომ ეხა მე რო წამოვედი მაგალითად საქართველოდან, მე უკვე ჩემ გონებაში საქართველო იყო დახურული ეტაპი რა, ანუ იქ ყველაფერი ვნახე, გამოვცადე ვისწავლე თუ რაც შეიძლებოდა იქიდან წარმოგეღო, ეს ყველაფერი ავიღე, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ესეთი წარმოდგენა მქონდა და ამიტომ წამოვიდი და აქაურობას უნდა შევწყმოდი რა, ეგიც მქონდა. მაგრამ ეგ ყველაფერი რო თქვათ, ჯერთი ეს ნოსტალგია და მაქაურობასთან კავშირი იმაში გეხმარება, რომ არ გაგიჟდე საერთოდ, როდესაც აი ეს ყველაფერი სტრესები გაწყვება რა, იმიტომ რომ ისეთი აი თუნდაც ფიზიკური დაღლილობის და აი რაც თქვი რომ სამსახურში რო 4 საათ გზაში რო 4 საათს კარგავ დღეში ეგ იმდენად დიდი სტრესია რომ მე მაგაზე შეიძლება მაგრად დაგეხმაროს ის რომ ფარულ კონვერტს უყურებ იმიტომ რომ ძალიან კარგი ესკაპიზმი არის რა და ვთქვათ ის რომ რაღაც მომენტში შეიძლება ქონოდა ეს ჯაჯმენტი ვიღაცაზე რომ თქვათ აი საქართველოდან წავიდა და რაღაც ამერიკაში ცხოვრობს და აიპოდში მარტო ქართული მუსიკა აქვს ჩაწერილი რაღაც ეგ ფონტი შეიძლება, მაგრამ მე ეგ სახლის თუნდაც დისტანციური აურა რომელიც შენთვის გაქვს შექმნილი ძალიან გეხმარება ეგეთ რაღაცებში. ამიტომ სინამდვილეში ქართველობის დაკარგვა მაგ მხრივ ან რაღაც ფესვებთან კავშირი და ემოციური კავშირი პირიქით უფრო
გასაღრმავებელია იმ მხრივ, რომ შენი ემოციური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. და ეხა მით უმეტეს მე როგორი რაღაცა იყო, იცი, აი თქვათ შემოქმედებითი განვითარების ამბავშიც კარგი თემა არის ეგ, იმიტომ რომ აი მე რო ფიქრობდი ხოლმე, ეხა მაგალითად რაღაც მეც ვაკეთებ პოდკასტს მაგალითად და რაღაც ვიდეო კონტენტს რო ვაკეთებდი ხოლმე YouTube-ზე, იდეაში მან ესეთ რაღაცას მივხვდი, რომ თქვათ არ არის საჭირო მაინც და მაინც რომ ჩემი შემოქმედებითობა მიუმართო მაგალითად რაღაც ჰოლივუდის მწვერვალებისკენ რა, ანუ შემიძლია რომ ვიყო ადამიანი, რომელიც რაღაცას გააკეთებს, თქვათ ქართველებისთვის, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ და რაღაც ეს კავშირი შეიძლება გქონდეს ამ ხალხთანაც და იქ სამშობლოსთანაც რა, ეგ ვარიანტები არის. და სხვა ეგ ისა რა ქვია ამიტომ ეგ მალევე გადავაგდე სხვათა შორის ეგ რაღაც ქართველობაზე ხელის ჩაქნევა, იმიტომ რომ ჯერ ერთი ხო სისულელი არის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეგ თავში გაქვს ჩადებული, რომ ეგ რო გაერიო და უფრო უკეთი იყო აქ, ეგ თითქოს ეგ არის საჭირო რა, მაგრამ სინამდვილეში პირიქით არის უფრო მეტად მე ყოველ შემთხვევაში ძალიან მიშველა ემოციურად რო დავლაგებულიყავი მაგან, რომ რაღაც კავშირი მქონოდა მაგ ყველაფერთან და მაგრამ ერთ-ერთი რაც არის ეხა ეს წიგნები რომ აქ ეგეთ გამოჭენებული, მაგ ეგრე მაქვს შენარჩუნებული, გარდა იმისა რომ თოქ-შოუები სამწუხაროდ აღარ არის, ფარული კონვერტისნაირი თოქ-შოუები. პრაიმ ტაიმს ვერ ვუყურებ. ეგრეც ვერა თუ პრაიმ შოუს ხო? ხო და პოლიტიკური თოქ-შოუებიდან ტვინი მაგ რომელი არც გვაქვს არაფერი. ხო, ვეღარ ვუყურებ მაგ ყველაფერს და ერთი რაც შემომრჩა, ისე კარგად, რომ ესე სოციალურ ქსელებში ვიღაცების სტატუსების კითხვა და რაღაც ვინმე თუ მოდის ხოლმე რაღაც ვაბარებ არის და თქვენი პოდკასტი ხო მართლა სერიოზულად თქვენი პოდკასტი და ყველა ეპიზოდს ველოდები ხოლმე და თავიდან ბოლომდე ვუყურებ ხო და ველოდები შენ კომენტარებს აი ეგ პონტები ამიტომ ეს რაღაც ქართველობის თემა რო იქ ხინკალი რო გინდა და ბრუკლინში რო მიდიხარ ხინკლის საჭმელად მაგაზე არ უნდა გაჯაჯო ადამიანი, იმიტომ რომ რავი, ადამიანია რომელსაც სახლის ფონდი უნდა და გეხმარება ეგ იმაში, რომ თან წარმოიდგინე, სადღაც საერთოდ სხვა სამყაროში ხარ რა, რომელშიც არ არის ეგრე ადვილი, რა ქვია იმას, ინტეგრირება. გათქვეფა რა, არ არის ეგრე ადვილი, ამიტომ ეს რაღაც რეალობასთან და საკუთარ თავთან კავშირში ეს ძაფი გეხმარება რა მოკლედ ხო და მოკლედ არ დაკარგოთ ფესოთან ხო და ეხა კარგი ის იყო პოდკასტზე რო ახსენე მოკლედ საბა ყოველთვის პოლიტიკურად ძალიან აქტიური კი არ ანუ გათვითცნობიერებული იყო ზოგადად პოლიტიკაში და ჩიტსაც რო ვაკეთებდით მე მაშინ საერთოდ აზრზე არ ვიყავი უბრალოდ კაი პანჩლაინებს ვიგონებდი მაგრამ კონტექსტი არ ვიცოდი ხოლმე საბასგან ვიგებდი რა ხდება პოლიტიკაში და მე პანჩლაინებში ვერცებოდი ხოლმე ეხლა მეგონი პირიქით არის მე უყვები ხოლმე რომ აი ახლა მოხდა ეს და რა ნიუსებს ვუგზავნე საბა ეს ნახე ეს მოხდა ხო და მაშინ მოკლედ ის და საბა ნუ მთელი თავისი ეს შემოქმედებითი ცხოვრება მაგაშიც ძალიან გათვითცნობიერებული იყო და მე მგონი პოდკასტიც რაღაც უფრო ამერიკის პოლიტიკაზე და ეგეთ თემებზე გაქვს. რა ქვია შენ პოდკასტს საბა? შენ პოდკასტია ორჯერ ამერიკაში. ორჯერ ამერიკაში. დავლინკავთ სადმე. რა თქმა უნდა ერთხელ ამერიკაში იზე და მე შინაარსობრივად დაემთხვა რომ ორჯერ აირჩიეს ტრამპი ამერიკაში და რაღაცნაირად Okay. ხო, ტრამპზე მოკლედ დღეს არ ველაპარაკებთ, აქამდე თუ მოხვედით, ალბათ მიხვდებოდით, იმიტომ რომ საკმარისად ბევრი სივრცე არის მისთვის დათმობილი, თან ძალიან სასაცილოა ხოლმე, რომ ძალიან ვცდილობთ ყველანი, რომ რაღაცნაირად ანალიზი გავაკეთოთ და ეს რაღაც ქაოტურ ადამიანი რაღაცა ლოგიკის ფარგლებში მოვაქციოთ და ძალიან ყველას გვეზარება მაგისისა. საბას პოდკასტ დავლინკავ და იქ უფრო მეტად საუბრობს ეს პოლიტიკურ რაღაც თემებზე, მაგრამ რაც შეგვიძლია რომ ჩვენი მსმენელებისთვის გავაკეთოთ და
ჩემთვის პირადად არის რომ პოლიტიკის ამერიკული პოლიტიკის ბეზიკები, იმიტომ რომ მოკლედ ამერიკას ყველაფერი ხო რაღაცნაირი ყველაფერი პოპკულტურული აქვს და მათ შორის არის მე მგონი მათი პოლიტიკა ძალიან პოპკულტურულია. გარდა იმისა, რომ თელ სამყაროზე გავლენა აქვს, იმიტომ რომ ერთ-ერთი რაღაცა სუპერ სახელმწიფო და უძლიერესი და ასე შემდეგ არის და რა თქმა უნდა მათი პოლიტიკა განაპირობებს მე ზოგადად მსოფლიო პოლიტიკას, პლუს კიდე ძალიან entertaining რა, იმენა გასართობი შოუ ბიზნესის ერთ-ერთი ნაწილი. კარგად შევძლოთ რომ გაყიდონ ეს ისა. ხო და აი სულ არის რაღაცები გესმის ამ ამერიკული პოლიტიკის ირგვლივ, თითქოს ვიღაცები ერკვევიან, ვიღაცებს სტატუსებს უკითხულობ ხოლმე, რომლებიც სინამდვილეში ძალიან ალბათ ძალიან ცოტა რამე იციან და გაგვარკვიე საერთოდ რა ხდება ამერიკულ პოლიტიკაში. საიდან დავიწყოთ მისი გაგება? რა არის ყველაზე ბეიზიკები რისი გაგებაც საჭიროა იმისთვის, რომ მე გვესმოდეს ეს ამერიკული პოლიტიკა? როგორ არის მოწყობილი? აი ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, მოკლედ არ ვიცი საიდანვე დაიწყე. არ ვიცი, ძალიან რთული შეკითხვა არის ეგ. ჩემს პირველ კულტურულ შოკზე მოგიყვები, რომელიც ძალიან ადრე იყო, 2008-ში ვიყავი აქ ჩამოსული და დავემთხვიე პრაიმერიზი იყო ობამა versus ჰილარი. და მან ერთი ჩემი პირველი ესეთი კულტურული შოკი პოლიტიკასთან რაც მახსოვს ის იყო, რომ ორივე დემოკრატიული პარტიიდან იყო და ამ პრაიმერი არჩევნების პერიოდში ერთმანეთს როგორ ჭამდა ერთი პარტიის ორი წარმომადგენელი, ეგ ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ საქართველოში მუდმივად თან მაშინ პრაიმ ნაცები იყვნენ, ანუ აი ზენიტში ნაცები იყვნენ მაგ დროს და სულ მუდმივად იყო თემა, რომ ერთი გუნდი ვართ და ჩვენ გუნდურდათ უნდა და ვიღაცა რომ ერთ გადაბრუნებულ სიტყვას არ იტყვის თავის თანაპარტიელზე ეგეთი პონტები და უცებ ერთ დღეს დავჯექი და უყურე ამათ დებატებს პრაიმერიში და როგორ გადაუარეს ერთმანეთს მაგაზე სერიოზული შოკი მქონდა. და მე ობამა რო გახდა კანდიდატი და ჰილარი რო ამის მხარდაჭერი გახდა ამ ყველაფრის მერე ეგ კიდე ცალკე დიდი შოკი იყო და მოკლედ აი ეგეთი უცნაურობები ძალიან ბევრი ახასიათებს და ხო ეგ რაღაც პოპკულტურა ცალკე ხო ერთია, მაგრამ ის ბოლო პერიოდში ანუ უნდა ვახსენო მაინც რა ვქნა ტრამპის მოსვლამ ძალიან ბევრი რაღაცა შეცვალა რა ამერიკულ პოლიტიკაში, იმიტომ რომ უფრო აი ზუსტად შოუს ელემენტი უფრო მაგან გაუჩინა აქაურობას, იმიტომ რომ აი ეს მე პოლიტიკოსი არ ვარ და რაღაც რეალიტი TV სტარი რომ შემოვიდა უცებ, მაგან მე ისედაც უკვე იყვნენ ძალიან ბევრი გიჟი იყო უკვე შემოსული ამერიკულ პოლიტიკაში, ანუ აი ეს ულტრა კონსერვატორები, ეგრეთ წოდებული Tea Party, რომელიც არის რესპუბლიკელების ძალიან რადიკალური მხარე და ამან ესენი საერთოდ აამაღლა ამ თავისი ოღონდ რით იცი რომ აი ეს ნაჯახივით რო ამბობს რაღაცეებს და ეს ნაჯახივით რო ამბობს რაღაცა ხუმრობას და ვიღაცაზე რო იტყვის რომ დებილია სიტყვაზე ესე უაზროდ ეს გადაითარგმნა იმაში რომ ვიღაცას შეუძლია რომ იგივე ისევე ნაჯახივით თქვას რაღაც შეთქმულების თეორია რომ მაგალითად ებრაელები გვესვიან ლაზერებით კოვიდს და ესეთი ადამიანი იყოს პარლამენტის წევრი ამერიკაში მაგალითად ხო და აი ეგეთი რაღაცეები არის და მოკლედ ძალიან ქაოტურია ზოგადად და გასართობი არის, მაგრამ ძალიან დიდი და ბევრი ენერგია მიაქვს. და სხვათა შორის, მაგრამ რაც მომწონს ამერიკულ პოლიტიკაში არის ძალიან უშუალო ხალხთან. ეხლა მაგალითად ბოლო პერიოდში აი ფუნქციური დემოკრატიის მოქმედებაში დავხედავ რაც ხდება, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ კაცს და მის ადმინისტრაციას აბრალებენ, რაღაც უზურპაციას ახდენს ძალაუფლების, აი ლოკალურ ლეველზე მაგალითად კონგრესმენები რო ჩადიან თავიანთ ქალაქებში, იქ მუდმივად აქვთ ხოლმე ეს town hall შეხვედრები რა, სადაც ხალხს ხვდებიან და პირდაპირ ელაპარაკებიან და ეხა განსაკუთრებით ბოლო ორ კვირაში იყო ძალიან ბევრი, სადაც ძალიან ბევრი ხალხი მივიდა და რომლებიც ყვირიან და ეჩხუბებიან ამ თავის კონგრესმენებს. მე იქ მაგალითად ერთი კულტურა არის აქ, რომ
შეგიძლია დაურეკო შენს კონგრესმენს და იმის აპარატის წევრებს ან თვითონ იმას ეჩხუბო და გააგებინო რა გინდა და იქ ოფისში მიუვარდე და იქ გახსოვს ალეკოსთან ალეკო დაურეკე ალეკოს რო იყო გახსოვთ ხო დაურეკე ხო მაშინ გოცინოდა მაგის რო დაურეკე ალეკოს აქ შეის იცი აქ როგორი თემა დამოკიდებულება აქვს მთავრობასთან რაღაც მოწიწებითი დამოკიდებულება კი არა აქვს ჩვენთან კიდე არის ეგ პონტი რომ აი რაღაც დეპუტატი ჩამოვიდა და მოდი ეხა მივესალმოთ აქ დეპუტატი ჩამოვიდა და შეიძლება რაღაცა გაზაგალეწონ თავში იმიტომ რომ მისთვის შენ ხარ მთავრობის წარმომადგენელი და აქაური პოლიტიკური კულტურა გეუნება იმას რომ ყველა მთავრობა ტირანული მთავრობა არის და შენ იარაღი იმიტომ გაქვს კონსტიტუციურად რომ რამე რო იყოს აი ეს მთავრობა დაამხო რა იდეაში და წინააღმდეგობა გაუწიო და ეს იგრძნობა ამ ურთიერთობაშიც თავისთავად რომ აქ მოურიდებლობა არის რა მაგ მხრივ პოლიტიკოსებთან და მაგრამ ეგეც რაღაც მომენტში შეიცვალა ამ კაცის მოსვლით იმიტომ რომ კაინდა რაღაც კულტის დამოკიდებულებაც გაიჩითა რაღაცა ნაწილში მაგრამ აი როგორც კი რაღაცა ისეთებს შეეხო რომელიც მართლა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა უკვე ყველასთვის ფართო და რაღაც პარტიული და იდეოლოგიური თემა აღარ არის, იქ უკვე ყველა ჩხუბობს ამ თემასთან დაკავშირებით. ანუ deep state-ი აღარ არის, ანუ აი ეს ბრაზი წამოვიდა ხალხისგან და მაგას ვცდილობ ხოლმე რომ აუხსნა, თქვა, ჩემი პოდკასტის მსმენელს, რომელსაც არის მის აქაური პოლიტიკა, რომ ეს უნდა გვევასებოდეს რა, ეს უნდა მოგვიწონდეს, რომ ეს არის შემდგარი დემოკრატია, როდესაც ხალხი ყვირის და პოლიტიკოს ეშინია ამ ყველის და ცდილობს, რომ მოდი რაღაცას გავაკეთებ ეხა. და იქ მაგალითად ამ პროტესტის და ამ დარეკვების და რაღაცების მერე მაგალითად ეხა რაღაც ცნობები გამოვიდა, რომ ბიუჯეტს ისე ადვილად ვეღარ გაიტანს, როგორც ეგონა რომ გაიტანდა, იმიტომ რომ რამდენიმე რესპუბლიკელს შეეშინდა თავისი ამომრჩეველის. და ეს ცუდი კი არ არის, ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა, რომელიც დეცენტრალიზებულია, ხო, უფრო? დეცენტრალიზებულია ერთია, ხო, მაგრამ აი ეს რო არ ერიდებათ ხალხის ხმის გაგონება, ეგ არის მაღალი პოლიტიკური კულტურა და არა ის რომ ვიღაცა მაინც და მაინც 24 საათი რაღაც გავსტუკით მოძრაობს რა. და მე თქვა შეჩავა და იქ დუბაიში ვიღაცას იმას დაესხნება თავს. ხო, ანუ აქაც არის რაღაცა ეგეთები, მაგრამ მე მაგალითად ვერ წარმომიდგენია რომ კონგრესში უცებ ჩხუბი ატყდეს, იმიტომ რომ ჩემი იმდენად თვითონაც ინსტიტუციურად პატივისცემა აქვს ეგეთი რაღაცების და მოკლედ აი ძალიან ისეთი საინტერესო პოლიტიკური დრამა და რეალიტი შოუ ვისაც ევასება ჩემი აზრით ძალიან კარგი გასართობი და ჰობი არის ამერიკული პოლიტიკა რომ აი პერსონაჟები არის ძალიან ბევრი რომელსაც შეგიძლია თვალყური ადევნო მაგალითად მე მყავს ჩემი საყვარელი კონგრესმენი რომელიც არის ჯასმინ კროკეტი რომელიც არის ტეხასელი გოგო არის, შავკანიანი, რომელიც რო დაჯდება ხოლმე კომიტეტების მოსმენებს უყურებ მაგოგოს გულისთვის. აუ მე მგონი TikTok-ზე მყავს ნანახი. საყენებს ხოლმე, ესე აი. ხო, TikTok-ზე მყავს. თან რაღაცნაირი ის აქვს, ანუ ძალიან სპეციფიური southern ის აქვს. ხო, მე მგონი ეგ არის TikTok-ზე მყავს. მე ძალიან მონოსხული ვარ. ვერაფერს ვერ ხვდები ხოლმე და მაინც ვუყურებ სულ რომ თან აზრი არ ვიყავი ვინ იყო და ეგრევე მივხვდი რომ რაღაცა პერსონაჟი იყო ხო მართალი და მაგას აქ რაივალური მაგალითად მეორე ასევე სამხრეთელ ძალიან რადიკალ რესპუბლიკელ ქალთან და ესენი სუჩხუბობენ ხოლმე და ანუ მაგ მხრივაც ეს კარგი პოლიტიკური დრამა არის რომელსაც სამწუხაროდ ხშირად ხალხის ცხოვრებაზეც აქვს გავლენა მაგრამ გასართობადაც გამოდგება რა ანუ ამომრჩეველშიც არის არჩევნების თემაც რაღაცას უსხვანაირად ამოწყობილი მთელი ეს სისტემა როგორც ხმასაც როგორ აძლევენ და ეგეც სულ სხვანაირად არის სისტემურად აწყობილი ხო? ხო, ანუ მანდ ეხა როგორ არის? ერთი კონგრესი მთლიანად წარმომადგენლობითი არის, ანუ სიები არ არის, ყველა მაჟორიტარია იდეაში და
თავის ყველა თავის ოლქში არის და ოლქს წარმოადგენს და შესაბამისად ეს განაპირობებს იმას, რომ ეს უშუალო კავშირი თავის კონგრესმენთან ძალიან ადვილად მყარდება ამ არჩეულის მხრიდან. და საპრეზიდენტო არჩევნები კიდე იდეაში აქო სტრუქტურა ის არის, რომ თქვა ეს მარტივად რო აღიქვა იდეაში ეს 51 ცალკე ქვეყანა არის, ან ნახევრად ქვეყანა, რომელიც და ამ ქვეყნის ხალხი მე აძლევს ხმას ვიღაცა ტიპს, რომელიც ცენტრალური მთავრობის სათავეში უნდა იყოს და მე ეს შტატები ამ შტატებში ვინც გაიმარჯვებს საერთო რაოდენობის ხმებს კი არ ემატება ყველას ხმა, არამედ გამარჯვებული იღებს მთელი შტატის ხმებს. ვისაც მეორე ადგილზე მაგალითად თუ 100,000 ხმით გავიდა კამალა ჰარისი, ეს 100,000-იანი სხვაობა არაფერს არ ნიშნავს და პირდაპირ გამარჯვება ამ შტატიდან მისდის მის მოწინააღმდეგეს. და მაგ მხრივ არის ხოლმე ის რომ თქვა შეიძლება ვიღაცას კონდეს ნაკლები ხმები საერთო ჯამში, მაგრამ გახდეს პრეზიდენტი წინაზე, წინ პირველი ვადა მაგალითად ეგრე მოიგო ტრამპმა და ზოგადად რესპუბლიკელებს ბოლო 30 წლის განმავლობაში რეიგანის მერე მე მგონი პირველად იყო ეხლა 2024-ში, როცა მისთვის საერთო რაოდენობის ხმებითაც მოიგო საპრეზიდენტო კანდიდატმა. ხო და ეგ მე თქვა არჩევნები მიმდინარეობს ერთი კვირის განმავლობაში. და არა, ორი თვით ადრე იწყება, ანუ შეგიძლია რომ გამოითხოვო რაღაც პოსტის ბიულეტენი და ორი თვით ადრე გააგზავნო. მაგრამ აი უშუალოდ საარჩევნოებაზე მისვლა ერთი კვირის განმავლობაში შეგიძლია რა. და რაღაც მთელია ეს ძალიან ბევრი. მე უსაფრთხოება გარანტირებულია. ანუ ისე არ გიქრო რომ ვიღაცა გზად იყო რაღაცა მომენტები, რომ აი მაგალითად ძველი ჯიმ კროუს დროინდელი, ანუ აი როცა სეგრეგაციის დროინდელი კანონები ზოგგან მოქმედებაში არის, ჯერ კიდევ მაგალითად ნიუ-იორკში ეხა გააუქმეს და ჯორჯიაში მე მგონი ჯერ კიდევ არის, რომ საარჩევნო უბანთან რიგი რო დგას და თქვა შენ იქვე ცხოვრობ და მეზობელი ხარ, წყალი რომ მიაწოდო ადამიანს, რომელიც მაგაზე ჯარიმას დაგაკისრა. ეგ იმისგან იქიდან გავიგე Curb Your Enthusiasm-დან სერიალიდან, იმიტომ რომ მანდ იყო და თავიდან ვიფიქრე რომ მეთქი ალბათ იმასი არა ქვია ლარი დევიდის წარმოსახვაა თქო და მე აღმოვაჩინე რომ მართლა ყოფილა ეგ კანონი ძალიან საგიჟეთია. ანუ როგორც მივხვდით თან ეს არჩევნების ამბავში, ეს ის რომ შტატში ხმას აძლევენ, უფრო მეტად კანდიდატზე მეტად პარტიას აძლევენ, ესე გამოდის რა, ხო? პრინციპში, ანუ რაღაცნაირად ესე რომ გავაანალიზოთ, რომ ის კი არა რომ, ნუ მესმის რომ საპრეზიდენტოზე ვამბობ, რომ კი წარმომადგენელი ის ადამიანია და მისი დამსახურებაც არის, რომ ის პარტია იმარჯვებს, მაგრამ ჯამში მაინც პარტიებს შორის ჭიდილია და არა ის რომ კონკრეტული ვიღაც ადამიანები ერთმანეთს ეჭიდავებიან. რაღაცა bigger picture-ში ეგრე წარმომედგენია. იცი ხო, იდეაში თქვა რაღაცა ნაწილი არის ლოიალური ამომრჩევლისა, რომელიც აი უეჭველი იცი რომ ამას მისცემს ხმას, ანუ მაგალითად ეხა ამ არჩევნებშიც ცხადი იყო, რომ თქვა 65 მილიონი ადამიანი გარანტირებულად, ანუ აი პირდაპირ შეგიძლია დაგეწერა ტრამპისთვის რა. და თქვა წინა არჩევნებში 73 იქონდა, ან შეიძლება გეთქვა, აი 70 მილიონი ამ ტიპს მისცემს ხმას, იმიტომ რომ რესპუბლიკელი არის და არა აქვს მნიშვნელობა, თქვა რამდენად გიჟია, ანუ თავისი ისე წყავს რაღაც ბირთვი, რომელიც მაინც და მაინც ამას აძლევს ხმას, მაგრამ არიან ტიპები, რომლებიც არ აინტერესებს, ანუ დემოკრატს აძლევს და რესპუბლიკელებს, მაგრამ აი თავარი კაგრაზე გარი ხოლმე რა, აი შუაში გადაუწყვეტელი და მოყოყმანე ადამიანების დათრევას ცდილობენ ხოლმე, მერე უფრო პერსონალითი და რაღაც პოლისიზე ორიენტირებული კამპანიებით ხოლმე რა. ხო და იდეაში ეგ არის ხო, რომ აი მაინც უფრო იდეოლოგიური არჩევანი არის, იმიტომ რომ ეს ჩაბეჭდილი აქვს ტიპებს, რომ ანუ პროპაგანდა როგორც რომ მიდის ხოლმე ხა საარჩევნო, აქ არის ის, რომ რამაც იმუშავა ერთ-ერთი ჩემი აზრით თავარი ის იყო, რომ კამალა ჰარის მუდმივად უწოდებდნენ, რომ არის კომუნისტი.
ეგ მე ან ძალიან და აი მაგან რო ეს კომუნისტი არის და ჩვენ კომუნისტები არ გვევასება რესპუბლიკელებს, მაგან დიდი როლი ითამაშა. იმის იქით რა ხდებოდა უკვე არავინ აღარ უყურებდა. და ამიტომ ეგეთ keyword-ებზე არის ხოლმე ძალიან ხშირად საარჩევნო კამპანიები აგებული რა. იქ მაგალითად ფოკუს გრუპებს ატარებენ, რომ რა მეტსახელით ჯობია რომ მოიხსენიოს გამოსვლაში თავისი მოწინააღმდეგე და ანუ climate crisis-ი დავარქვათ თუ climate change-ი დავარქვათ და რაღაცა ესეთი რაღაცები. მაგხრივ ძალიან მრავალფეროვანია და ან როგორც რაღაც მარკეტინგის და კომუნიკაციების წარმომადგენელს ეგ კიდე ცალკე ძალიან მიზიდავს ხოლმე მაგის გაანალიზება რამ როგორ იმუშავა გარდა იმ რაღაცა პოლიტიკური კიდე სხვა რაღაცებისა, მაგრამ აი კამპანია როგორც მარკეტინგული კამპანია როგორ შეკრეს რა როგორ გააკეთეს და ობამების შემთხვევაში იყო ძალიან კარგად გაწერილი რა, მაგრამ გაწერილიც მათ შორის, მაგრამ რაღაცას დაშენებული რა, რაც მათი იდენტობა იყო და ეხლა გამახსენდა ხო მიშელ ობამას წიგნი წავიკითხე ერთსაფხულს და ძალიან კარგად იყო რა, ეგ ყველაფერი აღწერილი და დაწერილი და ეგ ნაწილიც მოყოლილი რა, მთელი ეს მიშელის ჩართულობა ამ ყველაფერში და მოკლედ როგორ მუშაობდა ტანდემში. ხო, მოკლედ ძალიან დიდი თემაა. ამ ესეთ რაღაცებზე შეგიძლიათ საბას პოდკასტს მინოთ. ერთი რასაც მთელი ჩვენი პოდკასტების ამ სერიებიდან ხშირად ვეხებით ხოლმე არის ყველა ქვეყანაში პოლიციის პარალელების გავლება და ამ თემასაც მინდა მცირედად შევეხოთ და ნელ-ნელა შეგვიძლია რომ დავასრულოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდ ხანია მე მგონი ვილაპარაკოთ ძალიან კარგ თემებზე, იმედია რომ ბევრი ადამიანი მოგვისმენს, მაგრამ ერთი პოლიციაზეც გითხარი 1-2 სიტყვა, იმიტომ რომ ეგეც ცალკე რაღაცა პოპ კულტურის ნაწილია, პლუს რაღაცა სულ გვესმის ხოლმე, იმიტომ რომ სულ რაღაც გახმაურებული кейსებია და ცოტა რამდენიმე წლის წინაც კი იყო რაც ტრიალებდა რა ხდება მანდ? მართლა ჭამენ დონატებს პოლიციელები ასევე. მათ საყვარელს აჭერენ. და სხვათა შორის აი ჭამის თემიდან გავაგზავნებ მაგალითად ჩიპოტლეში მუშაობისას აღმოვაჩინე და მე გადავამოწმე ასევე რომ თურმე ძალიან ბევრი პოლიციელი ჭამს უფასოდ ამ ქვეყანაში. და ეს არის მიღებული ფაქტი, რომ ესე თქვა, თან ყველა მიცის, აი ეს რაღაც დაუწერელი წესია, რომ რაც ორ კვირაში ერთხელ შემოგივლიან რესტორანში და შენ კომპინგი უნდა გაუკეთო რა, ანუ კომპლიმენტარის იმაშები და ამითი რაღაცნაირად უზრუნველყოფ იმას, რომ შენს განსაც ყურადღებას აქცევს. აი ეგეთი დაუწერელი ცოტა მაფიოზური ვაიბია. თურმე ეგეთი რაღაცეებიც არსებობს. ეგ გავიგე სხვათა შორის და მე ჯონ ოლივერსაც ქონა მე მგონი მაგაზე თუ რა რომ ესე დადიან და ჭამენ სხვადასხვა ობიექტებში. ხო და ზოგადად ამერიკულ პოლიციაზე ძალიან იდეალისტური წარმოდგენა მქონდა მეც მიუხედავად იმისა რომ რაღაცეები სულ გვესმის აქედან, იმიტომ რომ მაინც როგორი რაღაცა იცით მე მგონი რა ის რუსეთის ტრამვა გვაქვს რა რომ ესენი ცუდები არიან და ჩვენ ახლა აქეთ გვინდა და აქეთ ვიყურებით აქ ყველაფერი კარგია და ეხლა რაღაცა ხდება ხოლმე რა ხანდახან ნუ რას იზამ და მე უცებ აღმოაჩინე რომ ეს რაღაცა თურმე ძალიან ხშირად ხდება ხო და ერთი რაც უნდა ვთქვა არის ის რომ განსხვავდება რა თქმა უნდა არა თუ ქალაქიდან ქალაქამდე და შტატიდან შტატამდე ანუ აი რაღაც ერთი შერიფის ერთი სოფლის შერიფი შეიძლება იყოს ძალიან ცუდი და მეორე იყოს ძალიან კარგი რა ვერ გაიგებ მაგას მაგრამ სამწუხაროდ უფრო მასშტაბურად უფრო ცუდი არის იმიტომ რომ რამდენადაც ვიცი არ გაზამიმოწმებია ბოდიში მაგრამ ესე რაც მახსოვს ერთ-ერთი ყველაზე ცუდად განწყობილი პოლიცია ყავს ამერიკას იმიტომ რომ დაახლოებით 600 საათს თუ რაღაც აი მაგ ფარგლებში ეთმობა იმას რომ ტიპი რომ მიუვა სტრუქტურაში რაღაც 600 საათიანი ტრენინგი და ვარჯიშები უტარდება და ეგრევე აძლევენ იარაღს აწვევენ ფორმას და უშვებენ ქუჩაში ხო და მე ეს ამ ცუდი ტრენინგით და გამოცდილებით მე იმას ემატება რომ აქ ქუჩაში რომ
ეხა იქ სადაც მათ უწევთ ყოფნა სამართლიანია რომ აღნიშნოთ რომ ძალიან საშიში არის მართლა იმიტომ რომ მაგალითად ძალიან დიდი ფაქტორია ისო 400 მილიონი ერთეული იარაღი უკანონო იარაღი არის გაფანტული ამერიკის ქუჩებში და ამიტომ ამ ტიპს მუდმივად შიშის ქვეშ უწევს ყოფნა იმიტომ რომ მართლა ელოდება რომ ყოველ მეორეს იარაღი უდევს და შეიძლება ესწროს ამ ტიპს რა ეგეც არის რაღაცები მე მაგალითად ერთ-ერთი სტერეოტიპი რაც იყო ხოლმე და რაც მსმენოდა ამერიკულ პოლიციაზე იყო რომ აი არის რაღაც უბნები სადაც ვერ შედის პოლიცია ეგეთი რაღაცა რაც სინამდვილეს არ შეეფერება სადაც უნდა ძალიან კარგად შედიან აი მაგალითად ნიუ-იორკზე იყო ნიუ-იორკის პოლიციაზე იყო ხოლმე ეგ რომ აი რაღაც შავკანიანების უბანში ეგეთ სტერეოტიპი რომ ჰარლემში ან რაღაც ბრონქსში ვერ შედიან და რაღაცა და სინამდვილეში ნიუ-იორკის პოლიციას აი defund police როდესაც იყო ეს მოძრაობა ეგ იგულისხმებოდა რომ იმდენი ტექნიკა და იარაღი აქვს რომ რუსეთი რო შეიჭრა უკრაინაში თავისი იარაღი და ჯავშან ტექნიკა უკრაინელებს გადასცეს საჩუქრად და თვითონ არაფერი არ დაკლებიათ ამითი იმდენი იარაღი ჰქონდათ ამიტომ სადმე შესვლა თუ უნდა ამ პოლიცია ძალიან კარგად შედის უბრალოდ მაგალითად ის არის რომ თქვა შავკანიან უბნებში აი ეს რაღაც რასისტული ფონი გასდევს სამწუხაროდ დღემდე ამ ქვეყანას ძალიან ბევრი მასში თქვა შეიძლება ვიღაცა ტიპმა უბრალოდ არ დარეკოს პოლიციაში იმიტომ რომ არის რისკი რომ ეს პოლიციელი მოვა და ვიღაცას მოკლავს იმიტომ რომ არ იცის როგორ დეესკალაცია როგორ გაუკეთოს რაღაცა სიტუაციას და მაგალითად იქ პონტი იყო რომ რეფორმა ერთ-ერთი რაც უნდათ გაეკეთებინათ რომ პოლიციასთან ერთად მოძრაობა ხოლმე რაღაც ფსიქოლოგს ან რაღაც social workers რო აი ეს რაღაც დეესკალაცია და community რაღაც პოლიციელი ეს რა აწყდა იქ რო სეანს უტარებს რომ გავიხსენო ჩვენი ბავშვობა ეს ახლა იარაღი იმიტომ მოიღე რომ მამაშენს არ უყვარდე ხო და საქმეც ეგ არის ხოლმე რომ ხანდახან არის რომ იარაღს საერთოდ არ ფიგურირებს მაგრამ ამათ იმდენად აქვთ ეგ შიში გამჯდარი და სამართლიანადაც კიდევ ერთხელ აღნიშნავ და ეგ უკონტროლო იარაღის ბრალია რომ შეიძლება რაღაცაზე უცებ აი ესე იმას აქნას რა და დატრიალდეს დიდი უბედურობა თან მერე ის არის რომ კინოში როგორც არის ხოლმე ხო იცი რომ აი 20 პოლიციელი რო დგას ესე და ერთი რო გაისვრის ყველა რო ცხრილავს სამწუხაროდ მაგასაც აკეთებენ ხოლმე და მოკლედ ეს არ არის იდეალური ისეთი როგორიც წარმოგვიდგენია ამერიკული პოლიცია. ოღონდ კიდევ ერთხელ უნდა აღნიშნო რომ და განსხვავდება ქალაქიდან ქალაქამდე. ეხლა მაგალითად ჩემ ქალაქში ვიცი რომ ასე თუ ისე ნორმალური პოლიცია არის მაგალითად და ბევრცუდი არაფერი მსმენია გარშემო აქაურობაზე რა. აქ რამდენიმე პატარა სოფელი და ქალაქი არის და ზოგადად რაც მესმის ხოლმე ადგილობრივ პოლიციაზე არის რომ ნორმალურად იქცევიან და ესეთი დიდი ინციდენტი არაფერი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა რომ რაღაც აგერ ჩემ გვერდითა უბანში ეძახიან რომ კაინდა გეტო არის რა და შესაბამისად ბევრი კრიმინალი არის იქ მაგრამ აი რაღაც ესკალაცია და რაღაც ეგეთი პონტები არ გამიგია ამ იმებზე მაგრამ იქით ეხლა იმაზეც ვერ ვიტყვი რომ პატარა ქალაქში ერო არის ეგ იმიტომ არის ეგრე იმიტომ რომ გაიხედავდა იქ ტენესიში სადაც მე კაუბოები დარბიან მუსტანგები თუცებ აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი პატარა ქალაქის პოლიციას საერთოდ ადამიანის ტრეფიკინგის ქსელი ჰქონდა გამართული უცებ ეგეთი რაღაცა გაიჩიტება ხოლმე. ძალიან მოულოდნელი. მაგრამ რაც არის ხოლმე ესეც სამწუხაროდ არ არის ხოლმე რაღაც შტატებსაც გააჩნია, აი მაგალითად ბრიონა ტეილორის თემა იყო, სადაც ადამიანს ეძინა სახში შეუვარდნენ, ლოგინში მოკლეს და მერე ეს ტიპი ერთი წლის მერე მეორე ქალაქის პოლიციამ აიყვანა თავისთან სამსახურში. მაგრამ ეს მოხდა არ მახსოვს ზუსტად მე ლუიზიანაში იყო მე მგონი ალაბამაში ზუსტად არ მახსოვს. მან მოსალოდნელია ეგეთი რაღაცეები რა. მაგრამ აი თქვათ რაღაც კონტროლის პონტი რო თქვათ გენინსპექცია როგორც ჩვენთან მუშაობს ისე რომ ფეხზე კიდია და გადაცემულია ბატონოს არ გეტყვის რა გენინსპექცია. ანუ გენინსპექციამდე თუ მივიდა საქმე და FBI-მდე და რაღაცამდე იქ მოქალაქის ანუ ესკალირების საშუალება არის. არის მაგის საშუალება ეგ პონტი არის და იქ სასამართლო თავარი არ მივიდეს ხო
თავარი იქამდე არ მივიდეს, მაგრამ მე კონტროლის მექანიზმი, იმიტომ რომ დეცენტრალიზებულია ისევ და ისევ რაღაცები, არის კონტროლის მექანიზმი, რომ ამ რაღაცა არასწორი ქმედებების გამო პასუხს აგებს მე ის და არსებობს ეგ სტრუქტურები, რომლებიც ამას დაიცავენ. მაგრამ ძალიან დიდია პროსტა ეს ანუ ეხლა იმაზე ტრენინგებზე რომ ამბობდი ალბათ ფიზიკურად იმდენი მუშახელი ჭირდებათ რომ შეუძლებელია რომ ამხელა მილიონიანი ქვეყნისთვის სრულად ტრენინგს 2 წელი დაუთმო რომ ეხლა იდეალური პოლიციელი გაუშვა იმიტომ რომ ცოტა ესაა მასობრივად ჭირდება რომ ფიზიკურად არსებობდეს ეს პოლიცია რომ რაღაცა შექმნა იმის ილუზიაც არა, მაგრამ ნუ რომ პოლიცია არის და ამდენი იარაღი რადგან არის უკონტროლო პოლიციამაც რომ დააბალანსოს რომ პოლიცია არის და რაღაც უსაფრთხოების შეგრძნება ქონდეს ხალხს რა. ხო, არა, ეგეც არის, კიდევ ერთხელ იმას მინდა გავუსვა ხაზი, რომ ქალაქიდან ქალაქი მართლა 51 სხვადასხვა ქვეყანა არის შეგიძლია ჩათვალო და შესაბამისად ეგეც აისახება რა პოლიციის ქცევაზე, იმას როგორი კულტურული ბექგრაუნდი აქვს, რა გამოცდილება აქვს თავის ქალაქში ან ოლქში, ეგ ყველაფერს მაგას მოქმედებს და თავისთავად ეგ იარაღი ჩემი აზრით ძალიან დიდი ფაქტორი არის, იმიტომ ეხლა მაგალითად ნიუ-იორკ სიტის ქონდა მაგალითად პროგრამა ბაიბექის სადაც როგორც ვიცი დაახლოებით 20,000-მდე იარაღი შეისყიდეს უკან რა. ანუ 400 მილიონი არის გაბნეული წარმოიდგინე და 20,000 დაიბრუნა. ამას შეიძლება მიხვიდე და iPhone-ივით დააბრუნო, ისა? ეუბნები რომ აი არ დაგიჭერთ, გააქვს უკანონო იარაღი, მოდი ჩაგვაბარე და ფულს მოგცემთ რა. და 4% დაიკლო კრიმინალმა მაგ პროგრამის შემდეგ. მხოლოდ 20,000 ერთეულის ამოღების მერე მაგრამ. ანუ ხალხს ფული ჭირდებოდა და იარაღი სულ არ უნდოდა სინამდვილეში. Okay. მოკლედ ეგეთი ძალიან ისეთი ფაქიზი თემა არის და ეგეც ძალიან რთული თემა არის რა. ანუ ის ბრუტალობა მან პარალელს ვერაფერში ვერ ვავალებ. ხო, არა, ვერაფერში ვერ გავავალებ სამწუხაროდ. პარალელს, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული მიდგომები არის ყველაფერთან საერთოდ. ეხა მაგალითისთვის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის, მაგრამ აი მაგალითად საქართველოში მირანდას ანუ იმას რომ შენ გაქვს დუმილის უფლება და რაღაცას მაგას დაკავებისას გიკითხავენ მაგალითად, იმიტომ რომ კინოებში მასე არის და ესე იგი მოქალაქისთვის ეგ კარგია, მაგრამ ამერიკაში აქ მინდა გავართულო თუ დაგიჭერენ მეგობრებო ამერიკაში იცოდეთ რომ მირანდას ანუ აი მაგ დუმილის უფლებას და მაგ უფლებების ჩამონათვალს ვალდებულება პოლიციელს აქვს რომ წაგიკითხოს მაშინ როცა მიგიყვანს განყოფილებაში და ვიდრე შენი დაკითხვა დაიწყება. შესაბამისად დაკავებიდან განყოფილებამდე რომ მიყავ ხარ მანდ თუ რამეს იტყვი მანქანაში ეგ დაცული არ არის. ამიტომ ეგ შეიძლება გამოიყენო თქვენს წინააღმდეგ სასამართლოში. ამერიკაში კრიმინალობას აპირებთ და ჩვენ გვისმენთ, არ ვიცი როცა სადიკვეთება ისორი. გაითვალისწინეთ. ხო და ნუ მოკლედ აი ეგეთი წარმოდგენები ზოგადად ეგეთ პატარ-პატარა დეტალებშიც არის ძალიან ბევრი ისეთი განსხვავება, რომელიც შეიძლება პოპკულტურაში და კინოში ნახო, მაგრამ მე საბოლოო ჯამში ეგრე არ არის. რო დაგიჭერენ მე სხვანაირად. და ის რომ მოვა რომ უნდა გითხრას რომ აუცილებლად რომ პოლიციელია, ეგ ძალიან მიყვარს, ყველაზე კაი მითი არის რომ თუ ეხლა ხარ პოლიციელი და მოისწროა ცოტა მოკლედ ძალიან ბევრ მე მგონი რაღაცა ისეთ თემებს შევეხეთ, ზოგი ბოლომდე რა თქმა უნდა ვერც ამოვწურეთ, მაგრამ ძალიან კარგი იყო ან მე მიუხედავად იმისა რომ 200 წელია საბას ვიცნობ და თან ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე ამ თემებზეც და სხვა თემებზეც, მაინც ძალიან ბევრი რაღაც ახალი გავიგე. განსაკუთრებით მის ამ გამოცდილებაზე ამერიკაში გადაცხოვრების. ძალიან დიდი მადლობა საბა. იმედია შენც მოგეწონა ჩვენთან სტუმრობა.
ძალიან მომეწონა და ძალიან გამიხარდა რომ მომიწვიეთ მართლა იმიტომ რომ ჩემი საყვარელი პოდკასტია. ჩვენი სულ კომენტარს რომ ხედავ ხოლმე YouTube-ზე სულ ვიცი რომ საბა რაღაცა დაწერა და ძალიან მიხარია და რაღაცა მინდა ხოლმე სხვებსაც ვანიშნო რომ ხახნო თქვენც დაგვიწერეთ. მაგრამ მართლა ის გაგვაზიარეთ ხოლმე, დაგვალაიქეთ ხოლმე, შეგვაფასეთ ხოლმე, ფიდბექიც მოგწერეთ ხოლმე, შეძლებს დაგვარად გავითვალისწინებთ მიხედვით რომ ხა რაღაც ისეთი Z production-ი არ გვაქვს და ძალიან თავისუფალ დროს ვაკეთებთ ამ ყველაფერს, მაგრამ მაინც მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ხარისხიანი კონტენტი შემოგთავაზოთ და ეგ setup-საც ვაწყობ ხოლმე ხალხმა დამიფასოთ. თუ რამე კომენტარი გაქვთ ნებისმიერ წინა ეპიზოდებზე, ამ ეპიზოდზე, გამოგვიგზავნეთ voice-ი, mail-ზე, ურთავთ ხოლმე ყველა ეპიზოდს. და არაფერი გვემეგობრეთ, გადაგვაზიარეთ, სხვებსაც გაუზიარეთ, მოუყევით ყველას ჩვენ შესახებ, გვემეგობრეთ, საბასთანაც კითხვები თუ გექნებათ, შეგიძლიათ ვიდეოს ქვეშ დაწეროთ, პირადში მოგწეროთ, მოკლედ ხაზზე ვართ. ცხელი ხაზი რატო გავხსენი არ ვიცი, მაგრამ მადლობა, ძალიან დიდი და ამერიკაში არა, მაგრამ შევხვდებით ევროპაში, ამ იმას ვაბრუნებ და ყველა ეპიზოდს მაინც ამით დავამთავრებ ხოლმე. კარგად. კარგად, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ და იმედია საინტერესო იყო, ხო და უფრო მეტი მე მინდა მოვითხოვო აქ ვისარგებლო შემთხვევით რომ მეტი ეპიზოდები თუ შეიძლება, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ფარული კონვერტი თქვენმა პოდკასტმა ჩამოიტანა.